მალე ბანკები იპოთეკით უზრუნველყოფილ პირველ სავალო ფასიან ქაღალდებს გამოუშვებენ. ამჟამად ქვეყანაში კომერციული ბანკებისგან 12.5 მილიარდი ლარის იპოთეკური კრედიტებია გაცემული. სწორედ ამ სასესხო პორტფელიდან ახალი ფინანსური ინსტრუმენტი იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციები უნდა შეიქმნას. სპეციალისტების განმარტებით, უკეთესი იქნებოდა კაპიტალის ბაზრის განვითარების ეს მცდელობაც საბანკო სექტორზე არ მიბმულიყო, თუმცა საბანკო პროდუქტების დივერსიფიცირება და გამრავალფეროვნება ცალსახად დადებითად ფასდება. მე მგონია, რომ ამ შემთხვევაში ეს იმუშავებს მართლა და არ ვიცი ხა რისკებს ნაკლებად ხედავ, ანუ დამატებითი საშუალება იქნება იგივე კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, ანუ დამატებითი ობლიგაცია იქნება, რაც მეტი რაც უფრო დივერსიფიცირებული იქნება ბიზნესი, იქნება ეს საბანკო ბიზნესი თუ ჩვეულებრივი ბიზნესი, რომელიც ისარგებლებს მერე ამით, უკეთესია. რამდენად იქნება ამაზე მოთხოვნა. რა მე ვფიქრობ, რომ იქნება, შეიძლება ძალიან დიდი არა, მაგრამ იქნება. ეხლა ძალიან დიდი საქართველოსთვის ცოტა რთული არის, იმიტომ რომ არ გვაქვს ძირითადად არ გვაქვს ხოლმე დიდი მასშტაბები არაფერში, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკა. იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოცემით ბანკები იმ აქტივს, რომელსაც ამჟამად იპოთეკურ სესხებში მიმართავენ, გამოიყენებენ როგორც გირაოს და გამოსცემენ ვალდებულებას, რომლითაც დამატებით ფინანსურ რესურსს მოიზიდავენ. სპეციალისტების განმარტებით, ამ დროს მათ საკუთარ ბალანსზე რისკის მანიპულირების შესაძლებლობაც ეძლევათ, რაც მეტმოქნილობას იძლევა. გამოათავისუფლონ კაპიტალი და მოიზიდონ მეტი დეპოზიტები. სპეციალისტები დარწმუნებული არიან, რომ ამ პროდუქტის ბაზარზე გამოჩენა სასარგებლო იქნება სამშენებლო და დეველოპერული სექტორისთვისაც, რადგან როგორც წესი, იპოთეკური კრედიტების გაცემის ტემპის ზრდა დეველოპერებს უძრავი ქონების რეალიზაციის მეტ შესაძლებლობას უჩენს. დეველოპერ კომპანიებს, სამშენებლო კომპანიებს ეს ეხმარებათ, როცა დამატებითი იპოთეკური სესხის გაცემის საშუალება არსებობს, ყიდველები ხშირ შემთხვევაში სწორედ იპოთეკური სესხის აღების შემდეგ აკეთებენ შესყიდვას ამა თუ იმ უძრავი ქონების. თეორიაში შეიძლება ეს იყოს ფიზიკური პირებისთვის ხელმისაწვდომი, ისევე როგორც შეიძლება იყოს, ვთქვათ, ეს ქაღალდი, ესეთი ობლიგაციები შეიძლება საინტერესო იყოს ეკისევერ ტიპის ინვესტორისთვის, მათ შორის ინსტიტუციონალური ინვესტორისთვისაც. სხვა ფონდებისთვის, სხვა ბანკებისთვის, ერთმა ბანკმა შეიძლება იყოს მეორე ბანკის ობლიგაცია, რომელიც იპოთეკური სესხებით არის გამაგრებული, ხო? იპოთეკით დაცული ობლიგაციები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, დაწყებული ფიზიკური პირებიდან დამთავრებული ინსტიტუციური თუ კერძო ინვესტორებით. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ეს ობლიგაციას ხიდულობ, ამ ბანკის რისკს კი არ იღებ, არამედ იღებ ამ კონკრეტული იპოთეკური პორტფელის რისკს. შესაბამისად, ფაქტიურად უნდა ანალიზი გააკეთო აი ამ იპოთეკური პორტფელის რისკისა, რაც დამატებით კვლევას მოითხოვს, დამატებით ანალიზს მოითხოვს და სოფისტიკაციას მოითხოვს ინვესტორებისგან. ალბათ ლოგიკური არის, რომ სამშენებლო სექტორი უნდა დაინტერესდეს პირველ რიგში, იმიტომ რომ მეორე მხრივ მისი საქმიანობა მშენებლობასთან არის დაკავშირებული, რაც თავისთავად მე იპოთეკებთან არის დაკავშირებული. იპოთეკით დაცულ ობლიგაციებს აქვს ორმაგი უზრუნველყოფა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბალრისკიანი პროდუქტია და შესაბამისად ამონაგებიც დაბალი ექნება. ბენეფიტებთან ერთად ამ ფასიან ქაღალდებს რისკებიც ახლავს. მთავარი რისკი სამართლიანი ფასის დადგენაა, რომლის მეთოდოლოგიის შემუშავება ეროვნული ბანკის როგორც მარეგულირებლის ვალდებულებაა. სხებზე ხელმისაწვდომობა იზრდება, კაპიტალის ბაზარი ვითარდება და საბანკო სექტორის გრადობაც ძლიერდება. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს არაადეკვატური რეგულირება და გაუმჭვირვალე ტრანზაქციები. რაც შეეხება ფინანსურ სისტემისთვის არსებით რისკებს მე ვერ ვხედავ, რამე თუ ასეთი ინსტრუმენტების საშუალებით პირიქით ბანკებში კონცენტრირებული რისკები ნაწილობრივ გადადის კაპიტალის ბაზარზე მონაწილე ინვესტორებზე. აქ ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის და უნდა აღნიშნო, ამ ინსტრუმენტის სამართლიანი ფასის დადგენა როგორ ხდება. უნდა გამოთვალოთ პორტფელის რისკიანობა და საერთო რისკიანობა შეაფასო ამ თითოეული ობლიგაციის
და შესაბამისად ისე დააწესო ფასი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ აქ მარეგულირებამ გარდა კანონისა ასევე შეიმუშაოს და დაამტკიცოს ამ გამოთვლებისთვის საჭირო მეთოდოლოგიები. კაპიტალის ბაზრის ეს ინსტრუმენტი პოპულარულია ამერიკაშიც და ევროპაშიც. მცირედი განსხვავებული სპეციფიკით. კარგად არის აპრობირებული განვითარებად ეკონომიკებშიც. ახლა განვითარებად ქვეყნებშიც თუ გადავხედავთ მაგალითად ახლა თურქეთი როგორც არის მექსიკა, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ამ ინსტრუმენტის დანერგვა რაღაც საწყის ეტაპებზეა, იქაც მუშაობენ ამაზე, თუმცა გამოშვებულიც არის უკვე, თუმცა მაინც ასე ვთქვათ იმდენი არ არის. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, გამოვაყოთ ევროკავშირის ქვეყნები, რომელიც არის ბალტიისპირეთი, იქ ეს უკვე ცოტა ადრე დაიწყო და განვითარებულია საკმაოდ. ხოლო საქართველოს დანარჩენი ქვეყნებიდან ერთ-ერთი პირველია. იპოთეკით დაცული ობლიგაციების გამოშვების შესაძლებლობა ქართულ ბაზარზე 2022 წლის დეკემბერში პარლამენტის მიერ უზრუნველყოფილი ობლიგაციების შესახებ კანონის მიღებით გახდა შესაძლებელი. თუმცა ჯერჯერობით შესაბამისი ფასიანი ქაღალდების განთავსება ჯერ არ მომხდარა.